მინდა გაგახსენოთ რამოდენიმე წლის წინანდელი ფაქტი, რომ ერთ-ერთმა ნიგერიელმა, ეგრეთ წოდებულმა ბიზნესმენმა კენჭი იყარა თბილისის მერობაზე. და ეს იყო თუ სწორად მახსოვს 2021 წელი, ნუ სკრინს დავდებ რა. და ახლა რა ხდება? აი, უბრალოდ ჩამონათვალ შეხედეთ, რამდენ ეგრეთ წოდებულ ქვეყანას და გავხსენთ ვიზო მიმოსვლა. ეს იმის ერთ-ერთი ფაქტი იქნება, რომ ქართველებს ხო გვიწინასწარმეტყველები, რომ მარე ეთნიკურ უმცირესობაში იქნებითო. დამიჯერეთ ეთნიკურ უმცირესობაში ისედაც ვარ და მოდი მე სიმართლეს გეტყვით რა არ მიყვარს ტყუილების თქმა არასდროს რა და აი ეს იცით ვისი ბრალი არის პირველ რიგში ლიბერალების და ლიბერალებამდე კიდე ქართული ოცნების და ამასაც ძალიან მარტივად გეტყვით რა ქართული ოცნების პერიოდში ძალიან ბევრი ცუდი რაღაც მოხდა ეხლა ვიღაცა დაიტყოს რომ აბა ნაცები ჯობია ვაფშე არ მაინტერესებს ნაცები რა 13 წელი არის ხელისუფლებაში ან 12-13 წელი ხო გავიდა 2025 წელია და 2012 წელს მერე ესენი არიან ხელისუფლებაში რა ნაცებრო ამ ქვეყნის სათავეში ანუ მოვიდა ამაზე ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ქართული ოცნება რო არ არის ხელისუფლებაში დასარჩენი ამაზე ნუ შევამედავებით რა და ეს ფაქტი რაც დაფიქსირდა რომ უკვე მერობაზე იყარა სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა კენჭი და ამის სურვილი გაუჩნდა აი იქ უკვე დიდი პრობლემა გვაქვს ქართველებს რომ ქართველები ვერ ვახერხებთ იმ მობილიზებას, რომ ეს ყველაფერი ეგრეთ წოდებული სისტემა პოლიტიკურად დავუმარხოთ. და ამის პროპაგანდა, ნორმალიზება, რომ ვითომ ნორმალური არის ძალიან დიდი ფსკერი. ამაზე ზრდობიანად ვერ აგიხსნით, რასაც ახლა მე გგრძნობ, რომ ეს არის უკიდურესი ფსკერი. რა ამაზე დაბლა ვერ დაეშვებით. რა და ამ ჩამონათვალში ხედავთ, რამდენი ქვეყანა არის, ხო? ცოტა ჩავს როგორც მახსოვს ნიგერიელი იყო და აქაც არის ხო ნიგერიის რესპუბლიკა ხო აი ნაზია საუბარი და სამბოთ არა მარტო მერობაზე არამედ ქვეყნის პრეზიდენტობაზე პრემიერ-მინისტრობაზე პარლამენტარობაზე იფიქრებენ და ფიქრობენ კიდევაც დარწმუნებული ვარ და მოკლედ ბევრ რაღაცაზე უნდა გავყვეთ და ძალიან მარტივი ჭეშმარიტება ვეკითხები ქართული ოცნების და ნაცმოძრაობის ამომრჩევლებს მხარდამჭერებს მე მართლა მედარდებით პირველ რიგში ამას გეტყვით გულწრფელად, იმიტომ რომ ერთი სამშობლო გვაერთიანებს და ამ სამშობლოს სიყვარული დარწმუნებული ვარ, ყველას გვაერთიანებს, უბრალოდ სხვადასხვანაირად ვუყურებთ, მაგრამ გეკითხები თქვენ, ნაცების და განსაკუთრებით ქოცების ამომრჩევლებს, მოგწონთ ესეთი საქართველო. ესეთი საქართველოსთვის იბრძოდნენ თქვენი და ჩემი წინაპრები? ესეთი საქართველო იყო მირაბის და ზვიადის ოცნება? ესეთი საქართველო იყო დავით აღმაშენებელის ოცნება? რეას არ აკეთებდნენ, რაზე არ მიდიოდნენ, რომ ეს არ მომხდარიყო. და აი ეს ენი რომ ამბობენ 2050 წელი, 2050 წლამდეც ეთნიკურ უმცირესობაში ვართ, რომ იცოდეთ. და როცა ვიძახე შობოდომ წახალისდეს ქვეყანაში, გულისხმობ პირველ რიგში ეთნიკურად ქართველები უნდა წახალისდნენ, ქართველ ბავშვებზე უნდა იყოს ჯილდოები. თანხები, უზრუნველყოფა ერთწლიანი კვების, როგორც სამედიცინო, ასევე ბინები უნდა იყოს მრავალშვილიანი ოჯახებზე. ამავდროულად რომ ვიძახი რომ აქ ნორმალური სამსახურები უნდა იყოს, ანუ ნორმალურ სამსახურში გულისხმობ იმას, რომ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება უნდა დაწესდეს. ამაზე ნუ შევამედავები და ნუ იტყვით რომ ცოტა არის. მოდი ჯერ ეს ცოტაში გავაკეთოთ და საათში მინიმუმ 8 ლარი შევძროთ რა. რაც ჩემი დათვლობით 1200 ლარზე მეტია და 1200 ლარი ხა მინიმუმ იარსებებთ, ხო? როცა საათობრივი ანაზღაურება 1991 წლის მერე არ შეცვლილა. იცით რატო არ შეცვლა? იმიტომ რომ ხალხის ერთობა არ უნახიათ რა. ძალიან ბევრი ცდილობდა. მოდი მეც იმას გეტყვით, ეხლა გურწმოთ ამავე ვიდეოში. განცხადებები გააკეთეს, რომ ფიქრობენ. რასაც მე ვსაუბრობ, იმაზე ფიქრობენ. მაგრამ იცით რატო არ იღებენ? იმიტომ რომ მე მარტო ვარ. მარტო ვარ და იმედი არ აქვს, რომ მე ვაჯი დამიდგებით ისე როგორც მე ვიბრძვი. თორე სიმართლეს ბევრი მომხრე ვყავართ. ესეც გურწფელად შემიძლია გითხრათ, მაგრამ ცოტა ვარ დამცველი. ცოტა ვარ დამცველი და მჭირდება ფიზიკურად მხარში დგომა, მაგრამ არ მჭირდება ფინანსური მხარში დგომაც და რო ვითხოვ, რომ ისეთი სისტემა მინდა შექმნან, ნაცკოცური ეს მედია სივრცე გავარღვიო და მათ შორის მეტ ადამიანთან მივიდო სიმართლე, აი იმაში მჭირდება ფინანსური დახმარება და აგეხედოთ ანგარიშის ნომერს და შეგიძლიათ ფინანსურადაც ხარჯი დამიდგეთ, ხო? უკვე შევიძინე power bank-ები, იმიტომ რომ ვერ ვიქნები დამოკიდებული თბილისის მერიაზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იმ რაღაცასო დავდგა იმაზე, რომ გათიშონ თბილისში შუქი, იმან მაინც უნდა იმუშაოს. იმიტომ შევიძინე თუნდაც power bank-ები პირველი დონაციის სახით, რაც ჩარიცხულიყო იმ თანხებით. მეტი მინდოდა, მაგრამ მოდით ცირად დავიწყოთ, ხო? თორე ჯამში მჭირდება 8000 ლარამდე, თუ სიმართლე გაინტერესებთ და დღეს თუ ხარ, თუნდაც ერთი თვის და ორი თვის მერე ვიცი ნელ-ნელა შევაგროვებ.
და მანამდე კიდე გთხოვთ რომ გეზარებათ ჩემი ვიდეოების ყურება, გადააზიარებაზე, შეგეშინდება და ლაიქზე და კომენტარებაზე. მაგრამ მეც მესმის საშიშია. არ ვიძახი რომ საშიში არ არის, იმიტომ წლები ამ საქმეში ვარ და წლებია. არაერთ ადამიანთან მომსვლია მოუგზავნიათ კიდევაც, მოდი რა. არ მივბოდავ რაღაცებს. პირდაპირ გეუბნებით რომ კი საშიშია. ამიტომაც უბრალოდ Facebook-ზე თუ ვერ მილაიქებთ, ვერ აკონტ ვერ აზიარებთ, შეგიძლიათ YouTube-ზე გამოვყვეთ, ჩავწერათ ქართულად თემო ბოკელავაძე ქართულად ხედავთ ეხლა როგორც სკრინს დავდებ აქა, ასე მიწერია YouTube-ზე, იქ გამომიწერეთ და იქ დაალაიქით, იქ ვერავინ ნახავს, მინდა მილაიქეთ ვიდეო. რა და ჭირდება ფინანსური ხარჯი დაჭერა, რომ შექმნო მეინსტრიმული მედიის გამრღვევი ვერ ვამბობ ვიდეოში, იმიტომ ვიცი, ბევრი ხელს შემიშლის ამ რაღაცაში, ისეთ რაღაცას გეგმავ და იმის პირობას მეგაძებთ, რომ ეს თუ შექმნენი ნაცკოცურ სისტემას თლიან მათ მედიას დაუმარხავ პოლიტიკურად, რა თქმა უნდა და ამავდროულად სიმართლეს მივიდა ყოველთვის ყველასთან და წლები აქა ვარ. წლებია გეუბნებით, რომ საქართველოს ქართველების გარშე სურთ და როგორც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნე, ასევე გეტყვით, რომ გახსოვთ ფაქტი, რომ სხვა ქვეყნის, სხვა ეთნოსის წარმოადგენს აქ თბილისის მირობაზე სურდა და პრეტენზია ჰქონდა ამაზე უკვე. ახლა ნახეთ უვიზოს მერე რა მოხდება. უფრო მეტს მოუნდება საქართველოში პირველი პირობა და მოდი ყველას მარტივად ვთქვი რა, საქართველო ეკუთვნის ქართველებს და ქართველმა ვიცით სტუმრის პატივისცემაც და მხარში დგომაც. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ბატონი გამოგვიჩნდებით რავი რა უბატონო ქვეყანა ვიყავით და ვიქნებით რა. ჩვენი გზა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და თავად ღმერთი დარწმუნებული ვარ არასდროს არ მიგვატოვებს, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა და ბევრი ფაქტი შეგვიძლია ისტორიათაც ვთქვათ, რომ აქამდე გადაშენებულები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ცოცხლები ვართ. ფენიქსის ერად მოგვიხსენიებენ, რამდენჯერაც უნდა განვადგურდეთ, იმდენჯერ აღვსდგებით უფრო ძლიერად. ამიტომაც ბრძოლა, შრობა და რაც მთავარი არის წმენა. გამოვყევით YouTube-ზე და ფინანსურად დამიჭერთ ხარი. ამის შემდეგ უკვე ფიზიკურად ხარში დგომა დამჭირდება, რომ ყველაფერი შევცვალოთ. არ ვიყიდები, არ გავიყიდები. და ყველგან გამნახოთ სამართლიან სამის პირობას შემიძლია თამამად მოგცეთ. მადლობა ყურადღებისთვის, ღმერთი არის ჩვენთან.